ბრიუსელიდან გასაჯაროებული 8 პუნქტიანი მოთხოვნების ჩამონათვალი, რომლის შესრულებაცაც ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების წინაპირობა იქნება, ისევ განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს ხელისუფლებას ამ მოთხოვნების შესასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლების და საზოგადოების ღია დიალოგი. ქართულმა ოცნებამ განცხადებას რამდენიმე დღის წინ პოლიცსაბჭოს ვრცელი განცხადებით უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე ზეწოლა ისევ გრძელდება. პარალელურად გუშინ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვაკმა სტატია გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ იტალიის ხელმძღვანელობით დაახლოებით 8 სახელმწიფო ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების წინააღმდეგ წავიდა, რადგან მათი თქმით, ეს ევროკავშირის მხრიდან არაპროპორციული ზომა იქნება. არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ ეს მოღალატეთა კრიმინალთა რუსული ბანდა რაიმეს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი არ გადადგას საქართველოს იზოლაციისკენ პუტინის გეგმის შესაბამისად. და ბუნებრივია, არაფერს არ გააკეთებენ და ქვეყანას თვითონ დაასანქცირებენ, რაც ძალიან სამწუხარო იქნება. ჩვენ მიუხედავად ამისა, მაინც არ ვკარგავთ იმედს, ვთხოვთ ჩვენს ევროკავშირელ მეგობრებს, რომ თუ სანქციების დაწესება, სანქციები უნდა დაწესდეს ამ მოღალატე ბიძინა ივანიშვილზე და მის მოღალატეთა კრიმინალთა ბანდის წევრებზე, მათი ოჯახის წევრებზე და არა რიგით ქართველებზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, გიორგი გახარია დადის კარდა აკეთებს ყველაფერს, რომ uvizო მიმოსვლა შევინარჩუნოთ. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ამ ეტაპზე მივახციეთ იმას, რომ გადავადდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სადღაცას გაწყდება ეს სამწუხაროდ. იმიტომ რომ რო არ გაწყდეს ამისთვის, უნდა დაანახო ევროკავშირს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომ მე მზად ვარ, რომ უკეთესობისკენ შევცვალო ვითარება. uvizო მიმოსვლა დღეს არის საქართველოს მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ანტიევროპელი მთავრობა ყავს. ერთადერთი პოლიტიკურ სამართლებრივი ბმა ევროპასთან. ესეც თუ დავკარგეთ, მეგობრებო, ეს არის საქართველოს სრული იზოლაცია. ვის აწყობს საქართველოს სრული იზოლაცია? რუსეთს. ჩვენ ვაკვირდებით, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ველით წინასაარჩევნოთ სიტუაციის გაცხელებას უცხოეთის მხრიდან და მცდელობას, რომ შიდა ოპოზიცია გააძლიერონ რაღაცნაირად. სინამდვილეში სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით, იმიტომ რომ რეალურად არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს ვიზასთან დაკავშირებული პროცესი ყოველთვის იყო ხოლმე სამუშაო პროცესი. საქართველოს ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა, ხან 8 რეკომენდაცია იყო, ხან 5 და ხან 15. საბოლოო ჯამში ყველაფერი დავიდა 2-3 კანონთან, 2-3 საკითხთან, რომელიც კანონებზე ძირითადად საუბარი. სწორედ ეს მიანიშნებს იმას, რომ ამ საკითხების გამოყენება ხდება პოლიტიკური შანტაჟისთვის, თორე სინამდვილეში ამ კანონებს აბსოლუტურად არანაირი კავშირი uvizო სისტემის გამართულად ფუნქციონირებასთან არ აქვს.